გამარჯობა, ყველას მოგესალმებით. მე გაბრიელ დაღელაშვილი ვარ, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დადგენილებათა აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მე ვიმყოფები სტალინის ძეგლთან, სოფელ ბერბუქში და აი, შეხედეთ. პირით მიწისკენ არის დასვენებული სტალინის ძეგლი. მე მოუწოდებ აქ გორის მერს, გორის გამგებელს, შიდა ქართლის გუბერნატორს, რწმუნებულს, რომ ეს მიშას დაშავებული, ნაცების დაშავებული, თუ არ უდგავთ ამ ძეგლს, თუ არ უდგავთ, აქ მაინც გადმოვაბრუნოთ. ესე დამამცირებელი მდგომარეობაში რო არის აქ. ეს დიდი ადამიანი, რომელმაც სოფლიო გადაარჩინა, რომელიც გიორგის ფუნქციის მატარებელია და მართლმადიდებელი ქართველი კაცი იყო, რომელმაც დააზანზარა თელი თალმუდისტი, სიონისტი, ებრაელი მასონობა და მათგან შექმნილი გიტლერი, ფაშისტები. და დღესაც შიშის ზარს ასცემს ამ კაცის სახელის გაგონება. ერთ-ერთი მისი და ჩვენი ქართველი ერის დაუძინებელი მტერი ლინსი გრემი თუ ვიღაცა წავიდა იქ ჩაბარდა იმას, თავის პატრონ სატანას, ჯოჯოხეთში. გარდაიცვალა როგორც გავიგე. ჩვენი დაუძინებელი მტერი რო იყო. და ეგრე მოუწევს ყველა ჩვენ დაუძინებელ მტრებს და ამ კაცის ამ ძეგლს მიხედეთ, გადმოვაბრუნეთ და თავი ცოტა მაღლა აუწიეთ. ამ ფეხზე წამოვაყენეთ აქ მაინც. აღმოსავლეთისკენ. იყუროს ისეთნაირად. იმიტომ რომ რეალურად სტალინი გიორგის ფუნქციის მატარებელი იყო. სირცხვილია ეს. არ ვიცი, ვისაც შეიძლება მაგდონეზეც ვერ წყვეტავთ, რომ ამ გუბერნატორმა მოაგვაროს ეს საკითხი. შეიძლება იქ პრემიერ-მინისტრის ოცნების მაღალ ეშელონების იმაზეა, ბიზნეს იმაზეა დამოკიდებული. ხოოზიან არას. გარედან ხოოზიან არას არ მივიღებ და ვერ მივიღებ. და მაგ გარეთთა და შიდა ამ ღამურებს ქართველი ერის მტრებს მიხედეთ მეთქი და მაგათ იმაზე ნუ დადიხართ. ტაშფანდურზე და მაგათ იმაზე ნუ ცეკოთ თქვენ. ნუ ცოცნება და ნუ ცნურავი. აი მოგმართავთ საეროებსაც და სასულიეროებსაც. აი ეს კაცი ესე უნდა იყოს ხმას უარი დღეებთ. კიდევ ერთხელ ვიწყwi, აი თქვენ იმას. საპატრიარქოს, რომ ვიღაც ღამურის ჭკუაზე რო გაიარეთ და მატრონას ხატი და რო წაშალეთ სტალინის სურათი. დააბრუნეთ მეთქი ისევ და ბოდიშები იხადეთ იმ ხატის წინაშე. და გამოასწორეთ თქვენს და ამ ხელისუფლებამაც გაასწორეთ ყველაფერი. საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში იქ თუ არა უკეთეს ადგილზე დაიდგმევა სტალინის ეს ძეგლი. რესტავრირება თუ სჭირდება, რესტავრირებული იქნება. ამას კპირდებით მე ჩემად. თუ ისე გადაწყდა საკითხი, როგორც ჩვენ ვაყენებთ. სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი, რაზეც აქვს ხელი მოწერილი ქვეყნის დასავლურ მოსახლეობას, სამგზის. და რის საფუძველიც არის ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობების სამგზის. შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და ივანიშვილის დროს, რომელი დადგენილებებითაც უფლებო მოსილებები აქვს შეჩერებული არსებულ ამ ხელისუფლებებს, სამივეს ცალ-ცალკე და შეჩერებული აქვს ქვეყანაში ამ კონსტიტუციის მოქმედება, რომელიც 1000-ის ღამურული კანონებით არის დაბინძურებული დღეს და გასასუფთავებელია, გასაწმენდია, დანაგვიანებულია ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი ქვეყანა. აი ეს კაცი ესე უნდა იყოს და ვიღაცეების ღამურები და ისინი და ბუშის ქუჩები და ისინი უნდა ერქვა საქართველოში და ევროპის მოედნები და ისინი უნდა ერქვა საქართველოში და ვარდების მოედანი უნდა ერქვა საქართველოში. და ისევ ღამურული კანონები უნდა გქონდეთ ოცნებაო. სააკაშვილის მიერ მიღებული გარედან დავალებით რომ მიიღო და ქართველი ეს კაცობასა და ყველაფერი ვაჟკაცულსო დასწყო და ეროვნულსო დასწყო და იმდე თქვენც რო უწყავთ ძმაო. გამოასწორეთ მეთქი შეცვალეთ ეგ თქვენი დამოკიდებულება. დრო მოვიდა რომ იმათი აღარ შეგეშინდეთ. გეშინოდეთ ღვთისა და ქართველი ერის. თუ გონს არ მოხვართ. და თუ იმათ დაკრულეთ ამას არ მოეშვებით ბოლო ერთხელ და სამუდამოდ რა. გამოიხედეთ მეთქი ქართველი ერისკენ და ქართველი ერის გამოხატული ნებისკენ. უნდა მივიდეთ მე-4 სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობამდე. რომელშიც თქვენს გაქვთ უფლება რომ მიიღოთ მონაწილეობა დროებით კოალიციურ მთავრობაში, რომ
ხელახალები არჩევნები ჩატარდეს საპარლამენტო და საპრეზიდენტო, რომ მას გადაეცეს უფლებამოსილება, ვისაც ერი აირჩევს. ნუ ქვეყანაში სწორედ ის პოლიტიკა გაატაროს, ის კურსი, რაზეც ხელი აქვს მოწერილი ქვეყნის დასავლური მოსახლეობის უმრავლესობას. ეს არის საქართველოს ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით, არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი, აშშ ნატო თუ სხვა, არამედ ყველასთან თანაბრად კეთილ მეზობლურად. უფლებრივად დაცული იყოს პრინციპი, რომ საქართველოში ქართველი ერია მასპინძელი, რომ საქართველოს განაგებს ქართველი ერი, ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე, რომ საქართველო თავის მიწით, წყლით, წიაღისეულით, სულიერ მატერიალური ფასეულობებით არის ქართველი ერის საკუთრება, რომლის ყიდვის, გაყიდვის, გაცემა, გასხვისების უფლება არავის არ აქვს. ხოლო გაყიდული, გასხვისებული რაც არის, მითვისებული, უნდა დაბრუნდეს უკან ქართველი ერის მფლობელობაში და უნდა შეიცვალოს გარედან თავისმოყრული ფორმაცია და ხელისუფლება. აი ამაზე მოვაწერა ქართველი ერის უმრავლესობამ, ქვეყნის დასავლური მოსახლეობის უმრავლესობამ ხელი სამგზის. თქვენ ეხლა ხართ ჩვეულებრივად უზურპატორები, ძალით გაქვთ ხელისუფლება დაკავებული და ამის გამო თქვენ საფრთხეში იგდებთ თავს. აი ესეთი ცხოვრების გამო, რა ცხოვრებისაც ცხოვრობ და რა ცხოვრებისაც გვაცხოვრებთ ქართველი ერის. ღვთისშვილებს, გიორგის და გამოვიღვიძებთ გიორგი და თვითყუაზე არ მოხვართ. მე ნახავთ თქვენ დღეს, თქვენ კანონიერებს, კაცო, ყველაფერი კანონიერებსა გვაქვს ჩვენ ბზად. თემად ვიფერი სტალინი ამ კაცის სული არის უფალთა. ქრისტეს მამაცი მხედარი და მარგალიტი რჩეული არის სტალინი. აი ეგ პიროვნება არის ეს. და ვიღაც ფაშისტებისა და იმის ძეგლები უძგიათ და გაიძახიან ეხლა რომ ისიც უნდა მოიხსნან უკვე გერმანიამ და იმემა რაც დაშავებულია. რომ რა გენოციდი, რის გენოციდიო, მართლები ვარ და ეგრეს დიან იქა ხალხს ევროპაში. ამზადებენ ახალი დიდი ომისთვის. მთელ მსოფლიოს, ევროპიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. აბა რა დღეშია ის ტრამპი და ესენი, რა დღეშია ნეთანიახუ და ეგენი. ისევ ეგენი გინდათ, რამ დაგახლისდათ ვიღაცეებია, დაგასექტანდათ ეგენი. კიდევ ვერ ახედავთ, რომ როგორი გაიძვერები არიან და როგორი არაკაცები არიან, სიტყვის არც ერთი მაგათი ნდობა რო არ შეიძლება. ერთ წამს ამას ამბობენ, მეორე მაგათ სინდისი და ნამუსი არ გააჩნიათ საერთოდ. და ეს კაცი აი ამ კაცის სული ჩვენშია ქართველებში. ეხლა ქართველმა ერმა უნდა აღვასრულოთ ის რაც თავიზური ამ კაცმა გააკეთა. და იმ რუსეთს ვეუბნები, რომ ამ კაცს რა ქვია ის ქალაქი იყო ამის სახელზე და სიმბოლურად ეხლა ერთ დღეს უცვლიან სტალინგრადს არქმევენ და მე ისე მაშინ თუ გინდათ ერქვას მაგას ვოლგოგრადი და ამ კაცს აუშენეთ ახალი ქალაქი. ამ კაცით ახართ თქვენ რუსეთი რო იცოდეთ, რომ დღეს რო დედას რო სტირობთ იმათ. გაღამურებულ ევროპას და მათ სატელიტ მსოფლიოს ნაწილს. ამ კაცის დამსახურებაა ის ყველაფერი. ერთი გემისთვის ვერ დაგიწერებიათ ამ კაცის სახელი და ერთი რა ქვია ტანკისთვის ვერ დაგიქმევიათ ამ კაცის სახელი. ეგ არ არის სწორი. აი მაგას გეუბნებით რუსებს და ჩვენ უნდა დაულაგდეთ რუსები და ქართველები ერთმანეთთან, რომ იმ ფაშისტებს მივხედეთ და მანდან უგაუგდით სომხებსა და ებრაელებსა რუსეთში. გამოიღვიძეთ რუსოერი და აქა ქართველოერი. აქაც ეგრეა, გადაკეთებული გვარების და სახელებით სომხები და ებრაელები ზიან ძირითადად ხელისუფლებაში. და ყველა სფეროში. ისე რომ აი მე ამოვედი, დავპირდი რომ ამოვედი აი ეს გადავიღე და ამას გავუშვებ, დავდებ Facebook-ზეც, Instagram-ზეც, YouTube-ზეც, TikTok-ზეც. აი მე ყველა იმებზე დავდებ ამას. ისე რომ ეს არავის არ შერჩება ამ კაცს ესე დამამცირებლად აქ დება. იმ სახმუზეუმით შოურობთ ბოლო-ბოლო გორელებო, გორის მერიაო და თქვენ ყველაზე დიდი შემოსავალი სტალინის სახმუზეუმს აქვს, რომელსაც დღემდე საოკუპაციო მუზეუმი ქვია, იმ ღამურა სააკაშვილის მიერ დარქმეული. ხო და გაითვალისწინეთ მეთქი, ამას გეუბნებით მე, რომელსაც მაქვს უფლებამოსილება მოცემული მოსული ღვთისაგან და ქართველი ერისაგან, ლეგიტიმაცია. და ჩემი უფლებამოსილება წერდება საქართველოს წელს ტერიტორიაზე. აი მიწასებულები რო აქვს თუ ხსოვარ დროიდან დღემდე ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აი იქ და შემიძლია ვესაუბრო ნებისმიერი ქვეყნის პირველ პირს და ნებისმიერი სამყაროს წარმომადგენელს ქართველი ერის უმრავლესობის სახით.
ისე რომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, მე მადლობას გეტყვით ამ საკითხს თუ გადაწყვიტავთ. გადმოაბრუნეთ ეს კაცი. თავით აღმოსავლეთისკენ მიაბრუნეთ. და თუ ფეხზე წამოვაყენეთ, რაც უკეთეს თუ არა და ოდნავ მაინც წამოსწიეთ წინ. აი ეს გააკეთეთ, ამას იმსახურებს ეს კაცი და ეს სირცხვილია ჩვენი ქართველი და გორელების სირცხვილია ეს. რო ეს რო ეგ არის, ამაზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ გორელები ერთ დღეს დავთქვათ და მოვიტხოვოთ თუ არა და ჩვენ ავიღოთ და დავდგათ იქ სადაც იდგა. გაბა ერთი ვინმე გაქვია წინააღმდეგობა გაგვიწიოს. აი ეს მაგის უფლება გვაქვს ჩვენ გორელებს და ეკუთვნის ამ ადამიანს. და ქართველებს გვაქვს ამისი უფლება. ვიღაც ჰიტლერისა და ნაპოლეონისა და მუსოლინებისა და იმების ძეგლები უდგიათ იქა. და ჩვენ აქ ამ კაცის ძეგლის დადგმის უფლებას არ გვაძლევენ და ესე როგორც დადო იმ სააკაშვილო მაგ ღამურამ მაგ დედაკაცმა მაგან. წირილი რო გაუგდის და ფეხების ფშეკვა რო გაუგდის იქ. შეცვალეთ მეთქი მაგის კანონები და მაგის გაკეთებული რაც არის და თქვენს იმ დასავლეთის იმითი რაც გააკეთეთ კოლაბორაციით, ხო? ეს ღამურა კანონები რო გაქვთ მიღებული ის ქართველებს აუბედურებთ ყველაფერი შეცვალეთებით. აი ამას გეუბნებით თქვენა თუ არა და ნახავთ რაც მოგივათ. აი ნახავთ რაც მოგივათ. დაგემშვიდობებით. დავემშვიდობებით სტალინს. ეს იქ არის უფალთან მარჯვნივ, ქრისტეს მარჯვნივ ზის, მამის ტახტი. სულით სტალინი, იმიტომ რომ ეს რეალურად ქრისტეს მამაც იმხედარი და მარგალიტი რჩეული. გიორგი. დავემშვიდობები მას. და არ შევარჩენთ მის ასე იმას და არც ვარჩენ ხოლმე, სადაც წავაწყდები ხოლმე, წავასწრებ ხოლმე ამის მაგინებლებს და მაწყევრებს ყოფასა ვტირობ ხოლმე და ვპირდები რომ ყოფას ვუტირებ ბოლომდე. ამას კი არ აკლდება რამე სტალინს ამით. ჩვენ გვაკლდება ჩვენი სირცხვილი ამით ეს ყველაფერი. გორელებო, ქართველებო და მთელ მსოფლიო, იმიტომ ამან გადაგვარჩინა. ამის გადაგვარჩინა უფალმა ამ კაცით. აბა ყველას გულოცავთ მოსულმა უფალმა დაგლოცოთ დროებით. ნახვამდის.